წესნომერი 1. არაფერი თქვა მებრძოლთა კლუბის შესახებ. Იგი მომიწევს პირველივე წესი დავარღვიო და ამ შესანიშნავი წიგნის შესახებ 1-2 სიტყვა გითხრათ. მებრძოლთა კლუბი ჩაკ პალანკის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია, რომელიც თავიდან მხოლოდ დროის გასაყვანი მოთხრობა ექსპერიმენტი იყო. შემდეგ კი შესანიშნავ წიგნად იქცა, რომელიც მკითხველთა წინაშე 1996 წელს წარდგა. თუ კვლევა გინდა, ჯერ უნდა მოკვდე. პირველი უგერთიდან გვეუბნება ადამიანი, რომელსაც პირში იარაღი აქვს, ლულა აქვს ჩათვლილი და მხოლოდ ხმოვნების გამოცემა თუ შეუძლია. წიგნში თავის ისტორიას ახალგაზრდა, სომნით დაავადებული მამაკაცი გვიყვება, რომელიც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებისეული სიმშვიდის მოსაპოვებლად მომაკვდავთა კლუბებში უნდა ჩაეწეროს. ის მართლაც მოიპოვებს სულიერ სიმშვიდეს იმით, როდესაც ხედავს, რომ მის გარშემო ადამიანები კვდებიან, მის გარშემო ადამიანები ცხოვრების უკანასკნელ წუთებს, უკანასკნელ დღეებს ითვლიან. ის ტირის მათთან ერთად, ის განიცდის მათთან ერთად, მაგრამ იმის გამო რომ ანალიზებს, რომ ის არ გავს მათ, ის არ ითვლის თავის ცხოვრების უკანასკნელ დღეებს, ის ბედნიერია ამით და ამ ყველაფერს მოაქვს ის, რომ ის მართლაც იბრუნებს ცხოვრებისეულ სიმშვიდეს. თუმცა ეს ყველაფერი ხდება მანამ, სანამ ის არ აღმოაჩენს, რომ კლუბში მასავით ვიღაც იტყუება. ატყუარა მარლა სინგერის გამოჩენის შემდეგ გმირს იგივე ემართება, რაც წიგნის დასაწყისში, ისევ ინსომნია, ისევ თეთრად გათენებული ღამეები და ასე შემდეგ. თუმცა გმირი ხვდება, რომ მარლა სინგერს არ შეუძლია დაიკავოს ის მტრის ადგილი მასში, რომელსაც შეუძლია რომ ებრძოლოს. სწორედ ამ დროს პერსონაჟი მთავარი გმირი გაიცნობს ტაილერ დერდენს, იმ საკულტო პერსონაჟს, რომელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ ამერიკაში და მთელ მსოფლიოში. გაიცნობს ტაილერ დერდენს, რომელთან ერთადაც ის აარსებს საყმის კომპანიას, შემდეგ კი აარსებს მთავარს, აარსებს მებრძოლთა კლუბს. მებრძოლთა კლუბში ყველა თანასწორია, ყველა იმორჩილება წესებს და რაც მთავარია, ყველა იბრძვის. შეიძლება შემოვიდეს ვიღაც ცინკლიანი ადამიანი, რომელიც შეხედავდა შეგეწოდება, მაგრამ მებრძოლთა კლუბში მოღვაწეობის შემდეგ ერთი თვის შემდეგ ის კინასავით შეუვალი ხდება. არადო სიცოცხლე არ ხარ როგორც მებრძოლთა კლუბში წერს ავტორი და მართალიც არ, რადგან მებრძოლთა კლუბში შენ უპირველეს ყოვლისა შენ თავს ებრძვი, არ აქვს მნიშვნელობა შენ წააგებ, მოიგებ, თავარია რომ იბრძვი და თავარია იბრძვი. ნაბიჯი პირველივე ნაბიჯის შეთქმისთანავე ეს ძალიან კარგი მომენტი არის, რადგან თავიდან შენ თავთან ბრძოლა თითქოს ვალდებულებად იქცევა, შემდეგ ეს შენ თავთან ბრძოლა აზარტში შედის და შემდეგ უკვე ცხოვრების წესი ხდება საკუთარ თავთან ბრძოლა. ამ წიგნით პალანიკი მკითხველს ბევრ რამეს ეუბნება, უპირველეს ყოვლისა ეუბნება იმას, რომ დრო აღიარო, შენ ის არ ხარ, ვინც სინამდვილეში გინდა რომ იყო. და თუ შენ გაქვს იმის ძალა რომ აღიარე, მოდი და აღიარე. თუ კი გაქვს იმის ძალაც რომ იბრძოლო, მაშინ მოდი და იბრძოლე. იბრძოლე პირველ რიგში შენი თავის წინააღმდეგ, შენი თავის წინაშე იბრძოლე, რადგან იმ ცხოვრების მთავარი მიზეზი რაც ხორცაც ცხოვრობ, პირველ რიგში მხოლოდ და მხოლოდ ხარ შენ და ყველაფერი ამის შემდეგ არის დანარჩენი. ამ წიგნში ჩვენ იმის შესანიშნავ მაგალითს ვაწყდებით, როგორ შეიძლება ქვეცნობიერმა სურვილმა წარმართოს ადამიანის მთელი ცხოვრება, როგორ შეიძლება ქვეცნობიერმა მოინდომოს დაგჯავნოს შენივე ცხოვრებაში. თავისთავად ეს წიგნი ნონკონფორმისტული არის, მაგრამ მაინც ატარებს რაღაცნაირ შემგვებულ მიმართვას საზოგადოებისადმი, მიმართვას იმისა, რომ აღიარა, რომ იცი რა, შენ არ ხარ ვიღაც მაგარი ტიპი, შენ ერთი რიგითი მოქალაქე ხარ, საზოგადოების ერთი პატარა ნაწილი, რომელსაც ცდილობს რომ დაიმკვიდროს თავის საზოგადოებაში და თავადაც ვერ ხვდება რაში სჭირდება, ან თუ კი საერთოდ სჭირდება თავის დამკვიდრება საზოგადოებაში. შენ ხარ ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც ეშინია გაღატაკების, რომელსაც ეშინია შიმშილის, ეშინია სიკვდილის, შენ გინდა რომ ებრძოლო ამ შიშებს, მაგრამ შენ არ გაქვს ამის ძალა რომ ებრძოლო შიშებს და ამის გამო შენ რჩები რაღაც მიჩქმალული ნაწილი საზოგადოებაში. და პალანიკი გვეუბნება, რომ მოდი დროა შეეგუე, თვალი გაუსწორე იმას, რომ შენ არ ხარ ერთგვარი American Dream-ი, რომელიც ერთ დღეს Forbes-ის თუ Times-ის გარეკანზე გაიჩიტება. სიტყვა რო არ გამიგზავნა დიდხანს და დასკვნისაკით რომ თქვა, ეს მებრძოლთა კლუბი არის ინდუსტრიული რომანი თავისი ფსიქოდელიური თხრობით, რომელიც ვერასოდეს ვერ დადგება იმ ნაწარმოებებთა გვერდით, რომელიც შექმნილი აქვს თომას მანს, ჰერმან ჰესეს, ჯეიმს ჯოის და ასე შემდეგ, თუმცა ეს მაინც დიდი ლიტერატურა არის. მებრძოლთა კლუბის წაკითხვა შესაძლებელია ისეთი ადამიანებისთვის კი, ვისაც პირველი კლასის შემდეგაც არაფერი არ წავკითხავთ, ეს წიგნი არ მოითხოვს, რომ გქონდეს დაგროვილი რაღაც
დიდი ლიტერატურული ბაზისი. თავარი აქ მოყოფილდა ერთადერთ მოთხოვნას, რომ შენ იცოდე კითხვა, თუ შენ კითხვა იცი, ამ წიგნს თავისუფლად წაიკითხა. სწორედ აი ამის გამო ვერ დადგება ისინი ავტორთა გვერდით, რომლებიც მე ჩამოვთვალე, თუმცა მებრძოლთა კლუბი მაინც დიდი ლიტერატურა იმ თვალსაზრისით, რომ ის ყოველთვის დარჩება ალტერნატიულ მკითხველების, თუ კი ასეთები არსებობენ, ამ ალტერნატიულ მკითხველების ტოპ წიგნად ის ყოველთვის შეინარჩუნებს თავის underground souls, underground გარემოს, მაგრამ ყოველთვის ამავდროულად ყოველთვის ექნება იმის პოტენცია, რომ ის იქცეს მსოფლიო კლასიკად, რადგან ეს წიგნი არის ეპოქის შესანიშნავი დოკუმენტი, ერთგვარი წიგნის სუბკულტურა, სადაც ავტორმა სამუდამოდ მოაქცია 90-იანების ამერიკელი და არა მხოლოდ ამერიკელი საზოგადოება.